მწერალთა კავშირის წევრი ხარ. ეს ისეთი თემაა, რომლის გამოც შენ კიდევ ერთხელ მიიქციე ყურადღება. გარდა იმისა, რომ ზოგადად სკანდალების ქარცეცხლშიც მოხვდი, ვიდეოებს გულისხმობ და ასე შემდეგ, თუნდაც იგივე შენს თამამ განაცხადებს პროფესიაში, რას ნიშნავს, რომ გიორგი მასხული არის მწერალთა კავშირის წევრი? იმას რომ ვარ. უნდა შეეგუოს საზოგადოება. ფაქტის სახეზეა. შეგიძლია მაჩვენო დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც შენ ხარ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, რადგანაც საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს ამის არ სჯერა. რა თქმა უნდა, აი, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, ესე ქვია. შეგიძლიათ ნახოთ. საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი. მასხულია გიორგი. 2017 წლის 26 ივნისიდან ის გახლავთ და თავმჯდომარის ხელმოწერაც რა თქმა უნდა ბაღათერ არაბული. არაბული. ძალიან კარგი. ნუ ამ შემთხვევაში შეგუეთ ამ ყველაფერს. ვის მიმართავ? ვისაც არ ჯერა მას, რომ მე ნამდვილად ვარ და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის, ვერავინ ვერ შეცვლის, იმიტომ რომ მე ვარ ამ კავშირის წევრი. მაგრამ ვარ ძალიან თავდაბალი წევრი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა შეიძლება მიიღონ მწერალთა კავშირში, ვინც ნიჭიერია, მაგრამ ალბათ ამდენი აჟიოტაჟი არ გამოიწვიოს, ეტყობა ისეთი პერსონა ვარ, რომ ჩემმა იქ მიღებამ ძალიან აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში. უხერხულობას გიქმნის ეს ყველაფერი? კი. რა თქმა უნდა. მოდი მაშინ მე დაგისვამ მეხუთე შეკითხვას. ყურადღება. ფიქრობთ, რომ მწერალთა კავშირის დამსახურებული წევრი ხართ? არა. ეს პასუხი არის სიმართლე. ეს პასუხი არის მოულოდნელი, თუ კი ფიქრობ, რომ არ ხარ დამსახურებული წევრი, მაშინ რატომ ხარ მწერალთა კავშირის წევრი, ან როგორ მიაღწია ამ ყველაფერს? იცით რა არის? ზოგადად ბავშვობიდან რაღაცებს ჩანახატებს წერდი, ასე შემდეგ. მე იყო გამოცხადებული რაღაც გარკვეული კონკურსი მათ მიღებისა. ითვალისწინებდა, რომ 2 წიგნი მაინც უნდა გქონდეთ, და ანუ შექმნილი, რომ მიიღოთ კონკურსზე მონაწილეობა, რა თქმა უნდა, 2 წიგნი მე გამოვუშვი, ერთი მეუძღვენი დედაჩემს, მეორე რა თქმა უნდა საზოგადოებას და შევიტანე ეს კონკურსზე და ყველაფერი აბსოლუტურად გავიარე და დამირეკეს, რომ თქვენ მიღებული ხართ მწერალთა კავშირის საპატიო წევრად. დაგირეკეს? კი, რა თქმა უნდა, ეს კომისიის წევრებმა თვითონ გაიარეს ყველაფერი, წიგნს გადახედეს, შეისწავლეს და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანი წერს ჩანახატებს, ნოველებს, მოთხრობებს, წიგნებსაც წერენ, მაგრამ მწერალთა კავშირის წევრები ვერ ხდებიან. მით უმეტეს, როდესაც მწერალთა კავშირზე ვსაუბრობთ, ჩვენ პირველი გვახსენდება ვინ, თუ არა ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და ასე შემდეგ, უამრავი ძალიან საინტერესო მწერალი და პოეტი. რომლებიც ციცოცხლის ფასად ნამცეციც კი არა ვარ, არ შევადრე არასოდეს თავს. ძალიან ბევრი მათგანი დახვრიტეს სწორედ მწერალთა კავშირში. ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ტიტულია საერთოდ, და შენ შეიფერი ეს ყველაფერი. საერთაშორისო მხარეც ანიჭებს ძალიან და ეს არ გიქმნის უხერხულობას, რომ მწერალთა კავშირის წევრი ხარ? მიქმნის ზოგადად, იმიტომ რომ ალბათ ეს უხერხულობის შექმნა იმას განაპირობებს, რომ მე ვარ პატარა ასაკით და ზოგადად ანუ ვერ ვეგუები ჯერჯერობით ამ ყველაფერს. ალბათ ასაკში რო ცოტა შევა. ჯერ ხომ აღიარებული მწერალი უნდა იყო, რომ საზოგადოებამ ამ კუთხით გაგიცნოს. ძალიან ბევრი აღიარებული მწერალი არ არის მწერალთა კავშირის წევრი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღიარებული იყო და უნდა იყო ანუ შენთვის თვითმიზანი იყო თვითმიზანი ის, რომ მე ყოფილიყავი მწერალთა კავშირის საპატიო წევრი და გავხდი კიდეც. სიცრუის დეტექტორში ხარ მოსული, აქ მხოლოდ სიმართლე უნდა ისაუბრო და ახლა ერთად მარტივ შეკითხვას დაგისვამ. ამ ყველაფრისთვის იჩალიჩე? უხეშად რო ვთქვა, ნაწილობრივ კი. ანუ? ანუ? ვინ დაგეხმარა, რომ ეს მოწმობა გქონოდა? დედაჩემმა. ნაწილობრივ. შეიტანა. დედა არის მწერალი. კი, 30 წელია დედაჩემი მწერალთა კავშირის წევრია. 10 წიგნის ავტორი, 4000 ლექსი, ჩანახატები, რომანის ავტორი და ეხლა უკვე
42 წელი იმუშავა ჟურნალისტიკაში. დედამ ხომ არ დაგიწერა ის წიგნები, რითაც მწერალთა კავშირში მიგიღეს. მე უკვე გამიჩნდა ეს შეკითხვა. დედაჩემმა, ანუ კორექტირება თვითონ დედაჩემთან გაიარა ყველაფერი აბსოლუტურად. დედაჩემმა გააკეთა წიგნის კორექტი, იმიტომ რომ ძალიან კარგი კორექტორია. ეს რომ აღიარე ახლა არ გაბრაზდება? იცით რა არის? არა, იმიტომ რომ ერთი შვილი ვყავარ და ყველაფერი ჩემთვის უნდა და ალბათ ის საქციელი, იმიტომ გააკეთა, რომ ანუ ესე ვთქვათ, რეკომენდაცია გამიწია იმისათვის, რომ მე მიმეღეთ მწერალთა კავშირში. სხვათა შორის ძალიან კარგმა ადამიანებმა გამიწიეს რეკომენდაცია მწერალთა კავშირში. აი ასე, გიორგი ძალიან გულწრფელად საუბრობს იმაზე, რაც მოხდა სინამდვილეში. თურმე ის ნეპოტისტურად გახდა მწერალთა კავშირის წევრი. ეხლა ძალიან ისე. არა, შენი მონაყოლიდან მხოლოდ ეს აზრი გამოვიდა. ნაწილობრივ ზოგადად ვიღაცა სადღაც ხდება ვიღაცა ასე შემდეგ. თუმცა საზოგადოება არ მგონია რომ ამ შემთხვევაში დამნდობი იყოს შენ მიმართ. ძალიან ნაკლებად მაინტერესებს ცხელყავას მე ვერთმევ მათი კომენტარების შემყურვე. ზოგადად არც ვაკვირდები მათ კომენტარებს. შოუს ვაკვირდები, მხოლოდ მარტო ვუყურებ ვიდეოს და ვსო, ვკეცავ. ანუ შენ მოგწონს, როდესაც კილიკობენ შენზე. იცით რა არის, არ მომწონს. კარგი იყო, მაინც კილიკობენ, ცუდი იყო, მაინც კილიკობენ და იქილიკონ კლავიატურის ესე ვთქვათ, უხეშად ბაჭაჭყანები არ მაინტერესებს. ასეთი შეუპოვარი არის გიორგი.